Ну, დიახ, ეხა პოლიცია, ესე თქო, ჯერ ივანიშვილმა კი გამოგვიცხადა მშვიდობა და ის რომ აი თითქოს ომი არ გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ რუსეთს რაში სჭირდება ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში ომი, როდესაც პირდაპირ ხელისუფლება არის პრორუსული და რასურლებიც უნდა ყველაფერს უსრულებს და ამის გარდა ყოველწუთიერად ჩვენი ტერიტორიის შევიწროება ხდება ასევე ოკუპანტის მხრიდან და საოკუპაციო ზოლს როგორც უნდა წინის ეწევენ, არავინ ხელის შემშლელი ამისთვის არ არის. შესაბამისად, მშვიდობა არის ეს უბრალოდ ბუტაფორია, ერთიც ხალხს ესე თქვა აჯერებენ და ამ პროპაგანდით ყვებავენ. რაც შეეხება უშუალოდ პოლიციის ქმედებებს, კი, პოლიცია ბოლო დღეებში ძალიან აგრესიული გახდა, მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება დაკავებები და არა მარტო ჩემს შემთხვევაში 19 ნოემბერს მის დააკავეს, ყველა თითქმის საუბრობდა, რომ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკური შეურაცხყოფა შორის, მას შორის ჩემ შემთხვევაში, ჩემი მეგობრის რეზი დუმბაძის შემთხვევაში, როდესაც ის პოლიციის რაღაცა 10 თუ 15 კაცი რო დაგესევა და არ ჩანს კამერები თუ რა როგორ ანაირად ხდება, მაშინ ძალიან ბევრი ისეთ ღირსების შემლახალ სიტყვებს გეუბნებიან და ჩემს შემთხვევაში იყო მაგალითად მუხლის მორტყმა, მაგრამ როდესაც უკვე სააშკარაოზე გადის ეს ყველაფერი და დაკავების მანქანაში ქსვავენ, იქიდან ყველაფერი ისე იწყება, თითქოს დაალაგებულ დაწყმარებულ მშვიდ ქვეყანაში ცხოვრობდეთ. რაც შეეხება აი უშუალოდ თქვენ რაც ისაუბრეთ თქვენს თანამშრომლებზე, მსგავსი შემთხვევა ჩემთან მიმართებაში იყო უშუალოდ იზოლატორში და ეს ყველაფერი ესე საღდება, თითქოს ეს არის პროტოკოლი, რომელიც ყველა პატიმარმა უნდა გაიაროს, რომელიც ამას გადის, რაც ბუნებრივია ჩემი აზრით არ არის საჭირო, იმიტომ რომ მანამდე სანამ მაგ პროცედურამდე მიხვალ ძალიან ბევრ სკრინინგს გადიხარ და ყველაფერი ჩანს. ანუ ვიღაცას რამის დამალვა რო უნდოდეს, ამის გაშიფრვა თავიდანვე შესაძლებელი იქნება, მაგრამ ბუნებრივია ეს ყველაფერი დამოკიდებული ვებში ჩანს, რომ უნდათ რომ ადამიანები მაქსიმალურად დაჩაგრონ. დაკავების დღესაც ჩემს და ჩემ მეგობრებთან მიმართებაშიც, ანუ როგორი დაიწყო ეს ყველაფერი, ხო, პოლიციამ დაიწყო საიდანღაც მოძრაობა, ორივე მხრიდან ჩაუკეტეს გასასვლელი აქციის მონაწილეებს, ერთი კიბე იყო, სადაც რავი, რამდენი ხანი დასჭირდებოდა ეს ამდენი ადამიანი რო ჩასულიყო და ეს ხელის კვირით რაღაც დაშლას ცდილობენ ამ ყველაფერს. ანუ ეს არათუ ღირსების შემლახველი, არამედ ანუ ჩვენ ნერვებზე ფსიქოლოგიური იმაზეა, ესე ვთქვათ, მოქმედება, რომ შემდეგ ამის შეტრიალდე და ამას პასუხი გასცე და როდესაც იმ მინიმალურ პროვოკაციათა შეიძლება შეფასდეს, მინიმალურ ზომად რაც შეგვიძლია რომ ამ შემთხვევაში დაუპირისპიროთ ამას, ეს არის ეს რა ქვია, რომ ჩვენი პროტესტი მშვიდობიანად გავაგზავნოთ და ამაზეც მე გავაკავებენ და იქ რა მუხსაც უნდა იმას შეგიწერე, მაგალითად პოლიციის დაუმორჩილებას, სიტყვის შეურაცხყოფას და ასე შემდეგ 1000 სისულელეს. ანუ ეს არის ამათი ჩვეულებრივი მიდგომა, იმიტომ რომ მაგალითად მაგ დღესვე დაკავების დღეს, როდესაც ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით წამოვედით, ერთ-ერთმა კრიმპოლის თანამშრომელმა, აი თავის თანამშრომელს გადაულაპარაკა, რომ ხელი გაუშვით, ჩემი შვილია, ანუ ეს ყველა მიცის, ვინც ამ აქციის და პროცესებს უყურებს, თუ რას ნიშნავს, როგორი სენსიტიური თემაა ჩვენთვის აქციის მონაწილეებისთვის და ეგონა ალბათ იმას, რომ ვერ გავიგებდით, მაგრამ გავიგე და საკადრის პასუხიც გავეცი და შემდეგ თავი ჩახარა და აღარ განძეულა. აი მსგავსი ქმედებებით ესენი ცდილობენ, რომ მდგომარეობიდან გამოგვიყვანონ, ამის გარდა დაკავებებით შეგუზღუდონ და პროტესტი მოკლან და ამას მოწონს მაგალითად გუშინ არის შემაღლებული ადგილი რაც არის პარლამენტთან, თურმე გუშინ აღმოჩნდა, რომ კანონი მოქმედებს და იქ არ შეიძლება მედროშეების დგომა, რადგან გაზონი ზიანდება. ამ დროს იქ არც გაზონი, არც ბალახი, არაფერი, ნახევრი ყრია უბრალოდ. მაგრამ ამათ ესე უნდათ, რომ ეხლა ჯერ რუსთაველიდან გადმოიყვანეს, ანუ გზიდან გადმოიყვანეს ხალხი და არაძლევი გადაკეტვის შესაძლებლობას, ეხლა იმ შემაღლებულზე არაყენები და ალბათ მალე წინ მიმდებარე ტერიტორიაზე დგომას აგვიგზავნებენ. ამიტომ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გავჩერდეთ. პირიქით უნდა გავძლიერდეთ ერთიანობა ვაჩვენოთ და გადავტეხოთ ეს რეჟიმი წელში.